ჩემი ახალი წიგნები უნდა განახოთ. დღეს გამომცემლობა ინტელექტმა რამდენიმე ჩემი არარჩეული წიგნი გამომიგზავნა საჩუქრად და მინდა რომ ახლა წიგნების განყოფის ვიდეო შემოგთავაზოთ და თან მცირეოდენი ინფორმაცია გაგიზიაროთ ამ საოცარ წიგნებზე. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი არის ნიკოს კაზანძაკისი და პირველი წიგნიც არის ზუსტად მისი ავტორობით, ეს არის ღვთის გლახა. ეს არის ბიოგრაფიული რომანი, სადაც ფრანცისკე ასიზელის ცხოვრება აღწერილი და უზომოდ მიხარია რომ ეს წიგნი ახლა მაქვს. მეორე წიგნს რაც შეეხება გამოსვლისთანავე დავინტერესდი ამ წიგნით უბრალოდ გარკვეული მიზეზების გამო აქამდე ვერ შევიძინე და ეს არის ადამ მიცკევიჩის ჯიადი. როგორც ვიცი არის პოემა და სხვათა შორის წელს საუკეთესო თარგმანათაც დასახელდა, ასე რომ ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს და დიზაინზე უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, პირადად ჩემთვის ეს დიზაინი არის უნაკლო და სრულყოფილი. რაც შეეხება შემდეგ რომანს, ქართველი ავტორის არის მაკა ჯოხაძის ისკარიოტის ეკლები. ამ წიგნზე იმდენი კარგი რევიუ ვნახე, ძალიან ბევრი ადამიანი აქებდა და ანოტაციას რომ გადავავლე თვალი, მართლაც მონოსხული დავრჩი, ამიტომ გონი პირველს ამას წავიკითხავ. ისევ კაზანძაკისი, ოღონდ ამჯერად ახალი თარგმანი, ეს არის კნოსოსის სასახლე. ეს რომანი დაიწერა მოზარდებისთვის, შეიძლება ასე ითქვას, მაგრამ კაზანძაკისი ის მწერალია, რომელიც მარტო მოზარდებისთვის არასდროს დაწერდა და აი ამ წიგნს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ველოდი, როდის ითარგმნებოდა და ახლა უზომოდ ბედნიერი ვარ. დაგვრჩა ბოლო წიგნი და ეს არის ძალიან დიდი ამერიკელი მწერლის ჯონ სტაინბეკის მრისხანების მტევნები. ამ წიგნზეც არაერთი კარგი შეფასება მსმენია, არ ვიცი აქამდე რატომ არ წავიკითხე, მაგრამ ძალიან მიხარია რომ პირველად წაკითხვის ბედნიერება ჯერ კიდევ წინ მაქვს. აი ეს არის ჩემი ახალი წიგნები და უზომოდ ბედნიერი ვარ, წიგნები რომ აბედნიერებს მგონი ეგრე არაფერი არ მახარებს ხოლმე. დავიწყებ ამ წიგნების წაკითხვას და ეტაპობრივად გაგიზიარებთ ჩემს შთაბეჭდილებას. ძალიან გამიხარდება თუ კომენტარებში თქვენს თუ რომელიმე წიგნი წაკითხული გაქვთ, თქვენს მოსაზრებას დამიწერთ.